სალამი საღამოში დობისა ჩვენო ერთგულო მაყურებელო ხუთშაბათ საღამოს 10 საათზე ჩვენ ისევ თქვენს წინაშე ვართ პატა და ნიკა შოუს ტრადიციებს არასდროს დაარღვევს და ამიტომაც ჩვენთან ერთად არის ის ხალხი ვინც პატა და ნიკას შოუს მუსიკალურად აფორმებს და თქვენ კი KB-სა და დროსტარების ხასიათს აღაღრევს და ესენი არიან ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი სანამ ამბების მიმოხილვაზე გადავალთ, მინდა გაუწყოთ, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნინო შუბლაძე გახდა. გილოცავთ ნინო წარმატებებს გისურვებ შენც რუსთავი 2-საც და ყველა რუსთავი 2-ელს რა თქმა უნდა. ნინო შუბლაძემ 5 TTV იცის ტელევიზია წლებია მუშაობს და მემის და არხის წარმატებაში ეჭვი არ მეპარება. აბა დავცხოთ და აქავართ ჩვენც. ახლა კი გადავიდეთ ამბების მიმოხილვაზე, გენაცვლ. კარგი ამბავი ნომერი 1. კარგი ამბის შეხსენებაა, კაი, აბა ბანკი რო გწერს, ზეგარ დაგავიწყდეს. შემოსატანი გაქვს, ეგაა კაი. ხაშურში 10 წლიანი განვითარების გეგმაზე მუშაობენ. ცუდია? რას ლაპარაკობ? კვარას გოლების მერე მე მასი არაფერი არ გამხარებია ძმაო. დაიდო უკვე გეგმა? კი, წავიკითხე და ძალიან კარგი გეგმაა. ოღონდ ბოლო 2 ფურცელი ვერ გავიგე, რაღაც ეწერა. ეს ხიშტი მინუს 200 რას ნიშნავს აი ეს არის. ვერ მივხვდი რა. არ ვიცი, რაღაც დაშიფრული ინფორმაცია ეთყობა. მაგრამ კარგია, ეგ გეგმა რო დაიდო. როგორც იქნა ახდება გამონათქვამი, ხაშური გამწყინდებაო. რა ხაშური? ეგ არის იბერია გამწყინდებაო, ასეა რა თქვა. ხო, მაგრამ ჯერ ხაშურის იბერიაზე დატესტავენ და მერე მოკლედ ასე თუ გაგრძელდა ძალიან მაგარ შედეგს დადებს ხაშური. ვერ გაარჩევ კასპისკა. ისე ამ 10 წლიან გეგმაში შავ კარკასია საუბარი თუ თეთრზე? რა საუბ, თეთრი კარკასი უკვე 15 წლიანი. არა და წინაც კაი გეგმა ჰქონდათ, მაგრამ ქარელმა გადაიწერა და ბატონო, ხაშურზე გამახსენდა. მოკლედ ბერლინში რა. ხო, ტურისტებს ეკოლოგიურ ინიციატივას თავაზობენ. დალაგება, დასუფთავება და ნაგვის გადაყრაში მონაწილეობას თუ მიიღებ, ფასტაკლებები გექნება თეატრებსა და მუზეუმებში. შვენიერი ინიციატივა. და რომელი თეატრის ბილეთებიო კონკრეტულად? რომელი და პაანაგულიაშვილის იუმორისტული თეატრი. რა ვიცი მე, თეატრების მეტი რა არის ახლა ბერლინში. და მაგახსენებაზე სანამ ბერლინში წახვალთ, მინდა გითხრათ 23 და 24 მაისს ჩვენს თეატრში მობრძანდით ჯერ 13 ასურელი მემის 95-ში და ნახეთ იქაური აქაურები. მაგაზე კაის ბერლინში ვერ ნახავთ. და სხვათა შორის გერმანიაში ვითარდება სიუჟეტი ამ სპექტაკლშიც. თან ჩვენ თბილისის ქუჩებს კი არ დაგალაგებინებთ. უბრალოდ შეხვალთ ტიკეტზე, იყიდით ბილეთს და მობრძანებთ. 45 ადგილია სულ და იჩქარეთ. ჩვენ კი ბერლინის ამბებს დავბრუნდებით ამ ეტაპზე. ახლა დავფიქრდი და ბერლინი იმხელა, ეგ ქალაქი თუ დავალაგე, რა მუზეუმში და თეატრში წასვლის თავი მექნება მე. არა და გამართლა მაინც. ტაციაობაა ბერლინის დალაგებაზე. იმ დღეს თურმე ტურისტები ერთმანეთს ეჭხუბებოდნენ, ეს ბოთლი პირველი მე დავინახე და მე უნდა ჩავაგდო ურნაში. ხო, რუსი ტურისტები წუწუნებდნენ თურმე ნაგავი ვერ დაგვიგდია ჩვენ გემოზე გერმანიაში. მოორბიან და მიაქვს სხვა ტურისტებს. მე მგონი ჩვენთან უფრო ჭკვიანურად მოიქცნენ. ნაგავი რომ აი დესრომიაბეს, უფრო ისეთი კარგი. კი ბატონო, ბერლინში მაგ ამბავმა შეიძლება გამოიწვიოს ნაგვის დეფიციტი და ავსტრიიდან დაიწყებენ კონტრაბანდული ნაგვის შემოტანას. და ბერლინში მალე იქნება ნაგავი ბარათი, სადაც ნაგვისგან დაგროვილი ქულები დაგერიცხება. სასწაული ამბავი უნდა გითხრათ ახლა ჩემო კარგებო.
ფიზკულტურის მასწავლებელმა 276 ბავშვი იშვილა. მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ 276 ბავშვის მშობელი. მიემატებინა კიდე 724 ბავშვის და იქნებოდა მე მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ 1000 ბავშვის მშობელი. რა პრობლემა არის ახლა? ისე ძალიან კარგი და ჰუმანური საქციელია. მე თუ მკითხავ, ძალიან გავს ჩემი ფიზკულტურის მასწავლებელს. მაგანაც იშვილა 276 ბავშვი. არა. ეგ 276 ბავშვს გვასწავლიდა დანებას. ზართულია. ჰუმანურად. კი, ზართულია ისე. ეგ ეთყობა შვილებს სახელების მაგივრად კლასებით მიმართავს. მეცხრე პირველი ამოდი საჭმელი ჭამე და ჩადი. მერვე ბ-კლასი რამდენ ხანს უნდა იჯდე ტუალეტში ჩაიფსა მეოთხე კლასი. რადგან იშვილა მიხედავს მეწმული მაგაზე არ ვიდარდოთ და შენის თუ იცი რომ ნამდვილი ვნებიანი კოცნა ტვინში იგივე რეაქციას იწვევს, რასაც პარაშუტით ხტომა. ან იარაღის სროვა, იცოდი? რას მეუბნები, კაცო? არა და სანადიროდ ვაპირებდი წასვლას და აღარ ვიწვალებ, მაშინ წავალ ვიზასავებ უცებ და მოვალ. კი, დათრო გამოგეკიდება მაგას დასაობა არ ჯობია, მართალი. ოღონდ მე იმისი ქმარი არ უნდა გამოგეკიდოს. აი, მაგას ისე დათვიჯობია. ხო. სროლის ჩასანაცვლებლად კაი ვარიანტია და პარაშუტით ხტომაზე რა სიტყვა? ადრენალინია, თურმე მაგარი და კოცნას ჯობიაო ამბობენ. თუ არ გაიხსნა ის პარაშუტი, მე ნახე შენ კოცნა, ოღონდ მოზიარი ვარ, შუბლზე. რას ვფიქრობ ახლა იცი? საყვარელთან ერთად რომ გადმოხტეს კაცი პარაშუტით და ჰაერში დაუწყოს კოცნა. ამ დროს ქმარმა რომ ესროლოს, მე ნახე შენ ტვინში რეაქციები. შეადარა და ჩამიხრა და მე კიდე იმას ვფიქრობ, ანუ რა გამოდის? თუ ვინმე ძალით კოცნის, შეიძლება იარაღის გამოყენებაზე დაიჭირო. მოგლეთ, სროლა და კოცნა თუ ერთი და იგივე რეაქციას იწვევს, გადავიდეთ კოცნაზე, არ ჯობია? ხო, კი ბატონო, მაგარი იქნება. ქურდი რომ შემოვა სახლში და შენ რო უყვირებ, არ გაიწრე თორე გაკოცე. შენ ის თუ იცი მეცნიერებს გამოუკლევიათ და ქალის გული უფრო სწრაფად ცემს ვიდრე კაცის. ახლა ჩემნაირ სიმპათიურ კაცს რო დაინახავ, მოგივარდება გული აბარე რა დაგევართება. ეგ კიდე ვიცი რატო ხდება ნიკოლოს, რომ ჩვენ კაცები ვაძლევთ მაგის საბაბს. ხან ძვირფას სამკაულს ვჩუქნით, ხან მანქანას და სიხარულით უჩქარდებით. არ პირიქით. ეგ იმ შემთხვევაშიც ხდება თუ ქმარი ნასვამიმინდის სახლში. ბრაზის გამოც ჩქარდება გულისცემა. კი, ოღონდ მეორე დღეს კაცის გული უფრო სწრაფად ძგებს. თანპახმელია. თანშიში რამე ხო არ მიქარა სიმთვრალეში და არ ახსოვს. და ცოლი რო ქმარს საყვარელთან წაასრებს, მაგ დროს ცოლის გული უფრო სწრაფად ცემს თუ საყვარლის ნეტა, ეს მაინტერესებს. ქმრის. კაცის გულისცემა ასევე მაშინ უთანაბრდება ქალისას, როცა ცოლი ეუბნება. შენი ტელეფონი მომეცი, მესეჯი მაქვს გასაგზავნით, ჩემი დაჯდა. გულისცემა კი ბატონო და ასევე ქალის ენა. ენა უფრო სწრაფად ალაპარაკობს, ვიდრე კაცის. ეგეც მეცნიერებმა დაასკვნეს? არა, ეგ მე. მოგლეთ, მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტა აღმოაჩინეს. რის სისტემაშიო? რის და მზის. სადაა მე მზე? იმდენი ხანია წვიმს, მზე საერთოდ დამავიწყდა რო არც. რა ვიცი, კი აღმოაჩინეს და ისე საეჭვოდ დაემთხვა ეს ამბავი. ხაშურის გავითარების გეგმა. და აქამდე სად იყო ეს პლანეტა? ჯარსებალებოდა? არა, აქამდე არ ჩანდა. დიდი ღომი ეფარებოდა. და ზუსტად რა ადგილსა ხო ვარიცი? გეტყვი ამ წუთში ირვის ნახტომთან არის იქვე. დიდი დათვის თანავარსკვლავედთან როა ჩასახვევით ცოტა ვლი და კუდიან ვარსკვლავთან არ მისული ჩასახვევით მარცხნივ. ახლოს ყოფილა.
მოდი ჯერ აქ გავერკვეთ ბოლომდე რა ხდება და მაგ პლანეტას მერე მივხედოთ. მშვენიერი ამბები გველოდება წინ. აბა 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 20 წლამდელებში საქართველოსა და სომხეთში ჩატარდება. მომისმინე ისე ამდენ წვალებას და ორ ქვეყანაში წინ დაუკან სირვილს. ჩაეტარებინა დინამოზე და ავლაბარში არ შეიძლებოდა. სომხები ამბობენ რომ ძალიან გვიკვირს ამ ჩვენი გამოგონილი სპორტის სახეობაში აქამდე რატომაც ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენთან. არა წინ. საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ მიირთვა ნაღდი ქართული ხინკალი, ნაღდი ქართული მწვადი, ნაღდი ქართული ხაშლამა და ნაღდი ქართული ჩაკაპი. ხოლო სომხეთში ჩასულ სტუმრებს შეეძლებათ მიირთვა ნაღდი სომხური ხინკალი, ნაღდი სომხური მწვადი, ნაღდი სომხური ხაშლამა და ნაღდი სომხური ჩაკაპი. ხო კიდე ისა, ნაღდი სომხური კაცი. ფინალი თბილისშია დაგეგმილი, მაგრამ სომხებმა თქვენს თასი ჩვენთან ინახებოდეს, აქ უფრო უსაფრთხოდ იქნება. მანამდე კიდე 3 წელია და ჯერ ვიკამათებ წეირა შენ რა სიტყვი. მე დავლაგდებით როგორმე ხო მართალია? კი ბატონო. მანამდე კიდე რა მინდა ვთქვა, თუ დააკვირდით, ამდენი ვილაპარაკეთ და კვარა და მისი წარმატებული თამაში არ გვიხსენებია. რა სიტყვის საზოგადოება? მართალი ხარ მასია და აბა თუ მიხვდებით რატომ? სწორია იმიტომ რომ პატა და ნიკა შოუსთან არსებულმა ღვიჩა კვარაცხელიას ფან-კლუბმა სიმღერა უნდა ვიმღეროთ კვარაზე.